სოფლიო ბაზრებზე თხილის გაზრდილი სარეალიზაციო ფაზის ფონზე როგორი მოლოდინები აქვთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქტის მოსავლიანობის ხარისხისა და ფასის ნაწილში, ასევე რა გამოწვევები ჰქონდა სექტორს წლის განმავლობაში კლიმატური პირობების ბაღში ხმობის კოეფიციენტის თუ მავნებლებთან მიმართებაში და როგორია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის დინამიკა. თემის დეტალებით თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო მერაბ. მოგესალმებით ბატონო მერაბ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, გვიახლოვდება თხილის სეზონი. საინტერესოა როგორია მოლოდინები იმ ფონზე, როდესაც ფასი გაზრდილია საერთაშორისო ბაზრებზე. დავიწყოთ თუ რა მოლოდინი აქვთ ფერმერებს დაახლოებით რა ფასში შეიძლება მათ წელს მოახერხონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და შემდეგ უკვე გადავიდეთ ხარისხზე და მოსავლის რაოდენობაზე. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, სეზონი საკმაოდ კარგად დასრულდა. შარშანდელ 87 მილიონ დოლართან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელზე მაქვს საუბარი. წელს 114 მილიონით დავასრულეთ. გაიზარდა თხილის რაოდენობრივი ექსპორტიც. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დინამიკა პოზიტიურია. მიზეზი ამისი, რა თქმა უნდა, იყო მსოფლიო ბაზარზე არსებული დინამიკა, თურქეთის ბაზრის მოსავალი და მოლოდინები მოსავლის. თუმცა საქართველოშიც ნელ-ნელა, ესე ვთქვათ, პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის თვალსაზრისით. რაც შეეხება მსოფლიო 2025 წლის მოსავალს, ამ მომენტისათვის მოსავლის აღებისთვის მზადება ძალიან ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს. არ გქონია რამე განსაკუთრებული ამინდის თვალსაზრისით ყევები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს მოსავალის რაოდენობა. რა თქმა უნდა, კიდევ წინ არის ერთი თვე და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და მოსავლის აღების პერიოდშიც ნაკლები წვიმები გვექნება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ხარისხი. თუმცა წელს ველოდებით, რომ რაოდენობა მოსავლის საკმაოდ გაიზრდება და დაიწყებს ნელ-ნელა წინანიშნულისკენ დაბრუნებას დაახლოებით 50,000 ტონამდე უნდა მივიდეს წლევანდელი მოსავალი არსებული ვითარებით და თუ არაფერი შეიცვალა. ეს გაუტეხავთ ხილზე მაქვს საუბარი. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას და მოლოდინს 2025 წლის სეზონისთვის, თურქეთის მოსავლის რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ ბუნებრივია გაზარდა ევროპის ბაზრის ინტერესი საქართველოს მიმართ, გაზარდა საფასო პოლიტიკაც და მოლოდინებით შესაბამისად ძალიან პოზიტიურია. ძალიან ძნელია ახლა ყველაფრის პროგნოზირება, იმიტომ რომ პროცესი დაიწყება ერთ თვეში და დავინახავთ დინამიურად სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის შუა რიცხვებში ვნახავთ კონკრეტულად რა ფასებზე იქნება საუბარი, თუმცა ცალსახად გვაქვს მოლოდინი, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო უკეთესი პოზიცია გვექნება წელს. და შესაბამისად ეს არის სტიმული ფერმერებისთვის, რომ მათ განაგრძონ და გააუმჯობესონ თავიანთი მოსავლის. კი ბატონო, და ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის სწორედ, რაც განაპირობებს ალბათ სარეალიზაციო ფასსაც. როგორია მოლოდინი წელს ხარისხთან მიმართებით, აღნიშნეთ, რომ კლიმატური თვალსაზრისით არ იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ფერმერებმა გეგმიური წამლობების ჩატარება მოახერხეს, ხომ ასეა? ეს ნიშნავს, რომ ფერმერებს ჰქონდათ საშუალება, რომ ჩაეტარებინათ გეგმიური წამლობები გასულ წლებთან შედარებით. და იმედია, რომ უფრო ინტენსიურად და უფრო მეტად არიან ჩართულები, რაც ჩვენ გვაქვს მონაცემები, საკმაოდ ნორმალურად მიდის ფერმერების მხრიდან სამუშაოები, ყველა მეტნაკლებად მოტივირებულია, ან უფრო სწორად, რო ვთქვათ, უფრო მოტივირებულია, ვიდრე იყო შარშან, რაც დამახასიათებელია მაღალფასიანი სეზონებისთვის და ვფიქრობ, რომ წელსაც შესაბამისად კარგი შედეგი გვექნება. ნამდვილად გააჩნია ყველა ფერმერს სტიმული იმისთვის, რომ მოუაროს ბაღს და მიიღოს მაღალი ხარისხის მოსავალი. ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობებზე მინდა გკითხოთ. თქვენ ახსენეთ, რომ ევროპის ბაზრები დაინტერესებული არიან ქართული თხილით. ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში წელს რა სიახლეები გაქვთ?
ბაზარის დივერსიფიკაცია საკმაოდ ფართო გაგებაა, შესაბამისად ჩვენი ბაზრები იზრდება, უბრალოდ შეიძლება გეოგრაფიულად იმდენად ვერ ვხედავდეთ ზრდას, თუმცა თვითონ ღირებულებათა ჯაჭვში გადავდივართ უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე. საქართველოდან გაიზარდა გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტი, გაიზარდა მოხალული თხილის, ფქვილის, თხილის პასტის ექსპორტი, რაც ზრდის შესაბამისად შემოსავლის რაოდენობას. ტერიტორიულადაც საკმაოდ გავიზარდეთ და თქვა დავფარეთ ახალი გეოგრაფია. ჩინეთის ბაზარზე ნელ-ნელა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს ექსპორტი. წერტილოვანი რეალიზაცია ისრაელის მიმართულებით და სხვა ქვეყნების მიმართულებით იზრდება, თუმცა ეს ზოგადად არ შეცვლის იმ სურათს, რომ ჩვენთვის 80% ბაზარი არის ევროკავშირის 80% საექსპორტო ბაზარი არის ევროკავშირი და ჩვენი მიზანია ჩვენი პოზიციონირება ევროკავშირის ბაზარზე გავამყაროთ და აი როგორც აღვნიშნე, ავწიოთ პროდუქციის მაჩვენებელი სტანდარტული გაუტეხავი თხილი იქნება თუ ნატურალური თხილიდან უფრო მაღალი ხარისხის მოხალულ გადამუშავებულ და ესე ვთქვათ, თხილის პასტა იქნება თუ თხილის ფქვილი, აი ასეთ ტიპის პროდუქციის ექსპორტზე. კი ბატონო, მოსავლის ექსპორტამდე ძალიან მნიშვნელოვანია მისი აღება და დაბინავება, ხომ ასეა? მინდა გკითხოთ მუშახელის დეფიციტის პრობლემაზე, რაზეც წინა წლებში თქვენ აპელირებდით ხოლმე. საინტერესო წელს როგორია ტენდენციები ამ მიმართულებით და ასევე საინტერესოა ანაზღაურების ნაწილში რამდენად არის გაზრდილი მუშახელის ხელფასი. საინტერესო აღნიშნოთ ის, რომ მოსავლის რაოდენობის ზრდასთან ერთად ეს პროცესი რაღაც პოზიტიურ ფორმატს ღებულობს, იმიტომ რომ როდესაც ჩნდება საკმაოდ დიდი სამუშაო სივრცე, ფერმერები და ხალხი, ვინც მუშაობს თხილის ბაღებში, თხილის მოსავლის აღებაზე, უფრო მეტად აკეთებენ პრიორიტიზებას სოფლებში დარჩენაზე, იქ მუშაობაზე და უფრო მეტი შემოსავლის მიღების იმედი უჩნდებათ. და შესაბამისად ველოდებით, რომ ესეც პოზიტიურად აისახება წლევანდელ წელს, იმიტომ რომ რეალურად მოსავლის რაოდენობა მეტი იქნება და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ფერმერებს შეეძლებათ ხალხს, ვინც მოსავლის აღებაშია ჩართული, შეეძლებათ მიიღონ შემოსავალი უწყვეტ ყოველდღიურად იმუშაონ თუ დღე გამოშვებით. აქ რა თქმა უნდა სოფლებიდან ხალხის მიგრაციის საკითხი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე და ბუნებრივია ეს პროცესი აისახება იმაზე, რომ ახალგაზრდა ძალა, რომელიც მოსავლის აღებაზე ესე ვთქვათ, ახდენს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას, ნაკლებად არის ხოლმე სოფლებში. ფასებს რაც შეეხება ბოლო 2 წლის განმავლობაში თხილის მოსავლის აღების ფასი ფაქტობრივად არ ჩამოუვარდება ანალოგიურ სამუშაოს თურქეთში და შესაბამისად, რა ვიცი, ფერმერებს აქვთ ყველა რესურსი, რომ იმუშაონ და იმ ხალხს, ვინც მოსავლის აღებაში არის ჩართული, შეუძლიათ იმუშაონ და მიიღონ ნორმალური ანაზღაურება. შარშან დაახლოებით საშუალოდ დღიურად 60 ლარი იყო სტანდარტულად, თუმცა მუშები, რომლებიც უფრო მეტად აქტიურად მუშაობენ, უფრო მაღალ ანაზღაურებასაც გამოიმუშავებენ დღის განმავლობაში. ბატონო მეირაბ, მოდით შევეხოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ასევე სახელმწიფო პროგრამებს. საინტერესოა, რამდენად ეფექტიანია ის მიდგომები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ასევე ასოციაციის პოზიციიდან საინტერესოა თქვენი შეფასებაც თუ რა ტიპის ცვლილებების განხორციელება დგას დღის წესრიგში. ფინანსებთან ხელმისაწვდომობის კუთხით დღეს საქართველოში ალბათ სამწუხაროდ და უпростоრად დაწინაურდა სახელმწიფო მხარდაჭერა. სახელმწიფომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ფერმერების დასახმარებლად ამ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში და ფაქტიურად შეეხიდა ფერმერებს ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით და უზრუნველყო ისინი თხილის მოსავლელად საჭირო აგროქიმიკატებისთვის საჭირო ფინანსური რესურსით. პროგრამა საჭიროებს ბუნებრივია დახვეწას და არის პრობლემები ვადებთან დაკავშირებით, თანხების მიწოდებასთან, ტექნიკური იმპლემენტაციის პროცესში, თუმცა თვითონ კონცეფცია ფერმერების დახმარების და მხარდაჭერის აძლევს ფერმერს საშუალებას, რომ მას კონდეს იმის იმედი, რომ ყოველწლიურად ექნება რესურსი, რომ მოუაროს თავის ბაღს. რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტებს, აქ ძალიან ნეგატიური ტენდენცია გვაქვს, იმიტომ რომ გასული წლების განმავლობაში არსებულმა პრობლემებმა
ბუნებრივია გამოიწვია საფინანსო ინსტიტუტების უკან დახევა და ნაკლები დაინტერესება აგროპროექტების დაფინანსებით თხილის კუთხით შესაბამისად აქ ნეგატიური ტენდენცია ფიქსირდება ჩვენ გვაქვს იმედი რომ მიმდინარე სეზონი შარშანდელი სეზონის მონაცემები პოზიტიურად იმოქმედებს ამ კუთხითაც და ალბათ რაღაც ცნობიერების ამაღლების კუთხითაც საკმაოდ სამუშაო გვექნება ჩასატარებელი რომ ნელ-ნელა გაიხსნას საკრედიტო ხაზები და მიეცეს საშუალება თხილის სექტორის მოთამაშეებს მიიღონ დაფინანსება ასევე ფინანსური სექტორიდან. ბატონო მერაბ, უნდა გკითხოთ აუცილებლად ფაროსანას საკითხზე, ბოლო 10 წლეულია ეს მავნებელი ასოცირდება თქვენს სექტორთან. ამ ნაწილში წელს როგორია ვითარება, რამდენად აყენებს ზიანს თხილის კულტურას და ასევე ბაღებში კულტურის ხმობის საკითხი იყო აქტუალური მიმდინარე წელს და ამ ნაწილში რა სურათი გვაქვს? ფაროსანაზე გიპასუხებთ რომ ფაროსანა სტაბილურად დარჩება გამოწვევად სექტორისთვის ეს მისი მავნე ეფექტი მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად შეძლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათმფლობის სააგენტო დაგვიჭიროს მხარი პერიმეტრების სწავლობებში, რასაც ინტენსიურად წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ართმევს თავს. მეორე გამოწვევა არის უკვე ფერმერები რამდენად არიან ჩართული და რამდენად იყენებენ იმ ვაუჩერებს, რომლებიც მათთვის არის გადაცემული, რომ დაიცვან თავიანთი ბაღები მავნებლისგან და ეს ესე ვთქვათ წლიდან წლამდე ნელ-ნელა დინამიურად იზრდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც არის მაღალფასიანი სეზონი ფერმერების სტიმული ბევრად მაღალია და შესაბამისად წელს გვაქვს მოლოდინი და დაკვირვებაც რომ უკეთესი შედეგი გვექნება ამ კუთხით ფერმერების ჩართულობას გულისხმობ, რაც შეეხება თხილის უეცარ ხმობას საკმაოდ საგანგაშო პრობლემაა, ძალიან სწრაფად ვითარდება. წლიდან წლამდე იზრდება მისი დაფარვის არეალი ამ დაავადების. გავრცელდა როგორც ამეგრელოს, ასევე გურიის, აჭარის და კახეთის ტერიტორიაზე, ჯერ იყო უცხოურ ჯიშებზე და ეხლა არის ქართულ ჯიშებზეც. ჩვენი ფოკუსი შეჩერებულია ქსანტომონას ბაქტერიაზე, თუმცა ვფიქრობთ რომ ზუსტი პასუხი ამ მომენტისათვის მაინც ხელში არ გვაქვს, ისეთი რომ კონკრეტულად დავასახელოთ რა ბაქტერიასთან გვაქვს საქმე, ან რა ბაქტერიების ერთობლიობასთან გვაქვს საქმე. ძალიან ინტენსიურად გვეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იყენებს უცხოურ რესურსებს, თურქი თუ იტალიელი მეცნიერების და მკვლევარების რესურსებს და იმედი გვაქვს რომ ალბათ სექტემბრის ბოლოსთვის რაღაც სამუშაო მოდელი როგორ უნდა მოვახდინოთ ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება წარმოდგენილი პროტოკოლი შემუშავებული და შემდგომში დავიწყებთ მისი იმპლემენტაციისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას, რადგან ფერმერებს ნამდვილად არ აქვთ ახლა იმის საშუალება რომ ეს დამატებითი გამოწვევა დაიმატონ თავიანთ პორტფელზე და ვფიქრობთ რომ როგორც მსხვილ ასევე წვრილ ფერმერებს დასჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ კუთხით. და ბოლოს ბატონო მერაბ, მინდა გკითხოთ თხილის პლანტაციების ზრდის დინამიკაზე, როგორია თქვენი შეფასება ამ ნაწილში და ასევე საინტერესო იქნება ცნობიერების ამაღლება ახსენეთ და დამწყებ ფერმერებს მივცეთ რჩევა თუ რას უნდა მიაქციონ მათ ყურადღება, ასევე საინტერესოა პოტენციალი ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თხილის მოსავალი ყველგან ვერ იქნება მოსავლიანი და მას სჭირდება განსხვავებული ნიადაგი, რამდენი პროცენტია ათვისებული არსებული პოტენციალიდან? მე დავიწყებ გავრცელების პროცესიდან, ახალი ბაღების გაშენების ტემპი ძალიან შენელებულია. ეს დამახასიათებელია, როდესაც გვაქვს გამოწვევები, სეზონები, რთული სეზონი, ფაროსანას დაავადება, თხილის ხმობა და შემდეგ ინვესტიცია ბაღებში, ინდუსტრიულ ბაღებში შენელებულია, ბუნებრივია, ასევე ფერმერები ნაკლებად ახდენენ ახალი ბაღების გაშენებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ალბათ ვერ იქნება ნეგატიური ტენდენცია, გაჩნდა მრავალი სხვა კულტურა, მაგალითად მოცვი, რომელიც ასევე იწვევს ფერმერების დაინტერესებას და უკვე საქართველოში უკვე რაღაც არჩევანი გაუჩნდა ფერმერს, რომ აირჩიოს მიმართულება თუ რა მიმართულებით მოახდინოს თავისი ძალისხმევის კონცენტრაცია. შესაბამისად, ამან ყველაფერმა ჯამურად იქონია ზეგავლენა იმაზე, რომ თხილის ბაღების გავრცელების ტემპი შემცირდა წლიდან წლამდე.
მეორე შეკითხვა არის უფრო პოზიტიური კუთხე. ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს სადღაც 70,000 გექტარზე გაშენებული თხილის ბაღები. შესაბამისად წინათ ვისაუბრეთ, რომ ამ მომენტისათვის ვფიქრობთ, რომ წარმატებული, ესე ვთქვათ, შედეგი იქნება, რომ მივიღოთ 50,000 ტონა გაუტეხავი თხილი, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ტონაზე ნაკლები მოსავალი საშუალოდ გვაქვს მრავალი წელია. თხილის ბაღისთვის დამახასიათებელი მაქსიმალური მოსავლიანობა არის დაახლოებით 4 ტონა, საშუალო კარგი მოსავლიანობა 2 ტონა ნახევარი 3 ტონა, ხოლო საშუალო დაბალი მოსავლიანობა არის ტონა ნახევარი. საქართველოს რომ მიაღწიოს საშუალო დაბალ მოსავლიანობას გექტარზე ტონა ნახევარს, ჩვენ მსოფლიო ბაზარზე მეორე ან მესამე პოზიციას დავიკავებთ ექსპორტის თვალსაზრისით, რაც უკვე უზარმაზარი პროგრესი იქნება. გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, არ გვჭირდება დამატებითი ბაღების გაშენება, უფრო მეტად გვჭირდება არსებული ბაღების რესურსის უკეთესად გამოყენება, რაც ძალიან სწრაფად არის მოსახერხებელი. ეს არის ჯამური ეფექტი ნიადაგის გაუმჯობესების, წვეთოვანი სისტემების თუ წყლის მოცილების და დამოკიდებულია იმ რეგიონზე თუ სად არის თხილის ბაღი გაშენებული, მშავიანობის კონტროლის და თხილის ბაღის სწორი მოვლის შედეგი, რაც ძალიან სწრაფად არის მიღწევადი. ფაქტობრივად ესე ვთქვათ, ბაღი, რომელიც იძლევა გექტარზე 500-600 კილოგრამ მოსავალს, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში 2 სეზონის შემდეგ მესამე სეზონზე შეიძლება ავიდეს ტონა ნახევარ 2 ტონაზე ძალიან სწრაფად. რაც გვაძლევს იმის მოლოდინს და იმედს, რომ შეგვიძლია ეს რესურსი გამოვიყენოთ და მივახციოთ წარმატებას კიდევ უფრო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, ვუსურვოთ წარმატებული სეზონი მეთხილე ფერმერებს დაგემშვიდობებით. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა საუბრობდა ჩვენს ეთერში.